მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვიხილავთ ჩემს ერთ-ერთ ძალიან საყვარელ სერიალს. ეს არის სასოწარკვეთილი დიასახლისები. თუ ეს სერიალი ნანახი არ გაქვს, აუცილებლად გაიქეცი და უყურე. მით უმეტეს ფიქრობ, საფხულს ძალიან უხდება, რადგანაც არის ჰაეროვანი და ისეთი როცა არ გინდა რაღაც რთულის ყურება და გაინტერესებს ქალების ცხოვრება, მათი ფსიქოტიპები და გინდა რაღაც ისეთი მარტივის ყურება. პირველად ეს სერიალი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა მაშინ, როდესაც ვიყავი ორსულად და ძალიან მესიამონა და ამის შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც შემიტვინი ავტოპილოტზე უბრუნდება ისევ ამ სერიალს და ფიქრობ, რომ ნამდვილად იმსახურებს, რომ იყოს ტოპ 10-ში მაინც იმ სერიალების ჩამონათვალში, რომელზეც ჩვენს YouTube არხზე ვისაუბრებთ. ეს სერიალი შეიძლება ითქვას, რომ არის კაცებზე, მეგობრობაზე და რაც მთავარია ოჯახურ მოდელებზე. ვიზუალურად ეს არის ამერიკული ოცნება, თეთრი ღობეებიანი ულამაზესი სახლები, უბანი, სადაც ცხოვრებაზე ალბათ ყველა ნორმალურ ადამიანს უოცნებია, მაგრამ რეალურად რომ დააკვირდეთ, თითოეულ პერსონაჟს აქვს მწარე ნერვოზი. სერიალის კაცები ხშირად იდეალურად გამოიყურებიან, მაგრამ თუ კარგად დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ თითოეულ მათგანი არის ტოქსიკური და მასკულინური. კარლოსი ფიქრობს, რომ გაბი მისი საკუთრებაა. რექსი ბრიზ მის ემოციურ თოჯინად აქცევს. ხოლო ტომი არის ჩვეულებრივი მანიპულატორი, რომელიც კარგი ბიჭის როლს თამაშობს. ვისტერია ლეინის ქალების მეგობრობა უნიკალურია. მათ შეუძლიათ, რომ ერთად გვამი გადამალონ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი ერთმანეთს ყოველთვის ეჯიბრებიან. ვის უკეთესი შვილები ყავს, ვის უფრო კარგი ტორტის თხოვა გამოსდის და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდი, თუ მოგწონთ მსგავსი კონტენტი, აუცილებლად დაუჭირეთ მხარი, რადგანაც განვიხილოთ სხვა უფრო მეტად საინტერესო სერიალები თქვენთან ერთად. ერთი შეხედვით ეს სერიალი ჩვეულებრივი საპნის ოპერა, სადაც არაფერი სიღრმე არ უნდა იყოს იდეაში, მაგრამ ჩემი შეხედვით და არა მხოლოდ ჩემი დაკვირვებით, აქ ძალიან კარგად ჩანს, როგორი არის ოჯახები, ფასადის მიღმა, როგორი არის რეალურად ურთიერთობები, ასევე იმ ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ, ვისაც ძალიან აინტერესებს ფსიქოტიპები, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ამის ყურება და დაკვირვება, რადგანაც აქ გამოხატულია განსხვავებული ხასიათის ტემპერამენტის ადამიანების ცხოვრება, რატომ ირჩევენ ისინი პარტნიორებად თავის იმ პარტნიორებს, ვისაც რეალურად ირჩევენ, რა ბავშვობის ტრამვები აქვს თითოეულ მათგანს და ვფიქრობ, რომ ძალიან გემრიელი სალაპარაკო სერიალია, სადაც ავხსნით თუ ვის რა ტრამვები აქვს, ვის როგორი ხასიათი აქვს და რამ განაპირობა მისი ცხოვრების ის ხაზები, რომლებიც ამ ადამიანებმა, ამ პერსონაჟებმა ჩვენს თვალწინ გაიარეს. ეს არის 2004 წლის სერიალი და ვფიქრობ, რომ შეიძლება ითქვას, ის დღესაც აქტუალური არის, თუ თქვენ ამის შესახებ არ გქონდათ ინფორმაცია, აუცილებლად უყურეთ მას, იმიტომ რომ ვფიქრობ, ძალიან საინტერესო აქტუალურ საკითხებზე არის ლაპარაკი და განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ ქალბატონებისთვის, რომელსაც უკვე ყავს ოჯახი, რომლებისთვისაც საინტერესოა ეს ოჯახური დრამები, სამეგობრო წრე და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთი გემრიელი საყურებელი სერიალია, რომელიც თითქოს მზესუმზირესავით ძალიან მარტივად მიდის, მაგრამ გვაჩვენებს ჩვენს ხასიათებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დარწმუნებული ვარ, თითოეულ პერსონაჟში აღმოაჩენთ საკუთარ ხასიათს, საკუთარ თავს, საკუთარ მინუსებს. მოკლედ, ეს არის სერიალი ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე და იმაზე, თუ რას ვეჯახებით ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. რატომ ვაკეთებთ არჩევანს, რა არჩევანს ვაკეთებთ და საიდან მომდინარეობს ჩვენი თითოეული ნაბიჯი. მოკლედ, წინ ვფიქრობ, საინტერესო საუბრები გვექნება, ამიტომაც დარჩი ჩემთან და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. ხო, სანამ უშუალოდ განხილვაზე გადავალთ, აუცილებლად დაასტოპე ვიდეო და დამიწერე კომენტარებში, რომელ დაქალთან აიგივებ საკუთარ თავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო განხილვის შემდეგ ნახოთ და ემთხოვეთ თუ არა ჩვენი განხილვის პასუხები შენს ხასიათს. როგორ დაიბადა ვისტერია ლეინი? ყველაფერი იწყება ადამიანით სახელად მარკ ჩერი. 2002 წელს მისი კარიერა სრულ კრიზისში იყო. ერთ მშვენიერ დღეს დედამისთან ერთად ის უყურებდა გადაცემას, სადაც გააჟღერეს სიახლე იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმა დედამ თავისი 5 შვილი აბაზანაში დაახრჩო. მარკმა დედას კითხა: წარმოგიდგენია, ქალი რამხელა სასოწარკვეთილებამდე უნდა მივიდეს, რომ ეს გააკეთოს და დედასგან მიიღო შოკის მომგვრელი პასუხი. მე თვითონ ყოფილვარ ასეთ მდგომარეობამდე.
ანუ აი ჩვეულებრივად დამბურძგლა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩემი მაყურებლების დიდი ნაწილი არის დედა და სრულიად კარგად მიხვდებიან თუ რას გულისხმობდა ეს ქალბატონი, რადგანაც დედობა ხშირ შემთხვევაში იმდენად დიდი წნეხი არის და იმდენად რთული მენტალური მდგომარეობა შეიძლება რომ ქალს გამოუვლინდეს მშობიარობის შემდეგ, რომ ძალიან ხშირი არის პანიკური შეტევები და არა მხოლოდ დედობა რთულია და ამაზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ქალებმა, რადგანაც თითქოს ეს საქართველოში მეტწილად ხელწამოსაკრავი ამბავია, რადგანაც ქალი ხარ და დედა უნდა იყო, მაგრამ რეალურად ქალები გაცილებით უფრო დიდ მენტალურ წნეხში გავდივართ, ამას ემატება ჩვენი ბიოლოგიური არამგრადობა და ხშირ შემთხვევაში ქალები, დედები ხვდებით პატარა ასაკში, რაც რა თქმა უნდა დამატებით წნეხი არის და დღეს საქართველოში თითქოს იმაზე ლაპარაკი, რომ დედებს ზოგჯერ ძალიან გვიჭირს მენტალურად და ზოგჯერ შეიძლება ფსიქოზამდეც მივიდეთ და ჩვენი შვილების მოკლაც მოგვინდეს რაღაც მომენტში. ეს რაღაცაერთ სიგიჟეთ აიხსნება და რეალურად კი აქ უკვე ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩართულობა არის საჭირო. რადგან ამიტომ ქალებო თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ მშობიარობის შემდეგ, გაქვთ ცუდი ფიქრები და თავს არ გრძნობთ კარგად, აუცილებლად ამის შესახებ ესაუბრეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, იმათვისაც შეუძლია რომ გაგიგოთ. თუ ესეთი ადამიანი თქვენს ირგვლივ არ არის, მაშინ შეგიძლიათ რომ პირდაპირ მიხვიდეთ ფსიქოლოგთან ან თუ ფსიქიატრის ჩართულობა იქნება საჭირო. ამაში სასირცხველო არაფერი არ არის. ზოგადად მშობიარობა ქალის ორგანიზმში უდიდეს ცვლილებებს იწვევს, ასევე მშობიარობის შემდეგ დეპრესია, ვის როგორ გამოუვლინდება, ამაზე წინასწარ ვერავინ ვერ ვიმსჯელებთ. შეიძლება ქალი სრულიად მზად იყოს ერთი შეხედვით, არც პატარა ასაკში მოუწიოს შვილის გაჩენა, მაგრამ მას ჰქონდეს მშობიარობის შემდეგ წვავე დეპრესია, რაც იწვევს არასტაბილურ ფიქრებს, ძალიან რთულ გადაწყვეტილებამდე შეიძლება რომ ქალი მიიყვანოს ამ მდგომარეობამ, ამიტომაც არ გადაადოთ, ამაში სასირცხულო არაფერი არ არის. თავს თუ ცუდად გრძნობ, თუ არ ხარ ბედნიერი რაღაც პერიოდი დედობის გამო, ამის აღიარება არ ტეხავს, ესე ვთქვათ. გასაგებია რომ ქალი ხარ და დედა უნდა იყო, მაგრამ ეს არ ცვლის არაფერს, რა თქმა უნდა დედობა ბედნიერებაა, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი მენტალური მდგომარეობა არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ ისევ ჩვენი შვილებისთვის ვიყოთ რესურსულები, რომ მათ ჩვენი მით უმეტეს ახალ დაბადებულ ბავშვზე დედის განცდები პირდაპირ პროპორციულად აისახება. შესაბამისად, თუ გვინდა რომ ჩვენ შვილზე ვიზროთ, უნდა ვიზროთ პირველ რიგში ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე. ეს იყო მომენტი, როდესაც მარკმა გააცნობიერა, რომ ის ქალბატონები, რომლებიც უბრალოდ ოჯახს უვლიან, ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდ ტკივილს ატარებენ. ასე შეიქმნა 4 ქალის არქეტიპი. კონტროლზე დამოკიდებული, იდეალური დიასახლისი, ანუ ბრი, მუდმივად შფოთვადი ქალი, სიუზანი, კარიერა შეწირული მრავალშვილიანი დედა და გლამურული ყოფილი მოდელი გაბი. თავიდან ყველა დიდმა ტელეარხმა უარი თქვა პროექტზე, რადგანაც ცოტა გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა ეს შავი იუმორი ქალებზე. საბოლოოდ კი ABC-მ გარისკა და მოხდა ბუმი. პრემიერას 22 მილიონი ადამიანი უყურებდა. და იცით კიდევ რა ქმნის ამ შესანიშნავ ატმოსფეროს სერიალის ყურებისას, რაც მთავარია საუკეთესო მუსიკა. კომპოზიტორმა სტივ იამბლოსკიმ შექმნა საუნდტრეკი, რომელიც ხვეცნობიერად ყველა სიმსის ასოციაციას გვიჩენს. ანუ ერთის მხრივ თბილი და ოჯახური, მეორე მხრიდან კი თამაშს გავს თითქოს, სადაც პერსონაჟებით მანიპულირება ჩვეულებრივი ამბავია. და დავიწყოთ თითოეული მათგანის განხილვა სათითაოდ. პირველი ვიზეც უნდა ვისაუბრო, ეს არის ჩემი ფავორიტი, ბრი. დარწმუნებული ვარ, რომ სერიალის დასაწყისში ბევრ თქვენგანს ის გაღიზიანებდათ და სერიალის ბოლოს შეგიყვარდათ კიდეც. ეს არის ტრადიციული ქალურობის ტრაგედია. ის ყველაზე რთული პერსონაჟია. მისი იდეალურობა ფსიქოლოგიური თავდაცვის საშუალებაა. ბრისთვის წესრიგი სახლში ნიშნავს წესრიგი თავში. შესაბამისად, ირგვლივ სამყარო რომ ინგრეოდეს, თუ მას სახლში აქვს წესრიგი, მაშინ ის თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობს. როდესაც მის ცხოვრებაში რაღაც რთული ხდება, ის რა თქმა უნდა თიშავს ემოციებს და ემოციების გადახარშვის ნაცვლად ის იწყებს იატაკვის ხეხვას. ან შეიძლება უბრალოდ იდეალური ვახშამი მოამზადოს და ამაში გადაიტანოს ის თავის ნეგატიური ემოცია და უბრალოდ დაბლოკოს ისინი. ბრისთვის ემოციის გამოხატვა რაღაც ტრაგიზმს უკავშირდება, ამიტომაც თუ მასთან სახლში ყველაფერი იდეალურად არის,
ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემასაც აღარ ხედავს. სწორედ იმით არის ეს სერიალი ფანტასტიკური და ყველასთვის საყვარელი, რადგანაც ალბათ თითოეულ პერსონაჟში ყველა აღმოვაჩენთ ჩვენს ნაწილს. დარწმუნებული ვარ, უფრო მკვეთრად გამოხატული ბრის ფსიქოტიპი თქვენს ცხოვრებაშიც არსებობს. ქალბატონები, რომლებიც ისტერიულად ალაგებენ სახლს, რომლებიცაც მნიშვნელოვანი და სიყვარულის სცენა არის მხოლოდ და მხოლოდ ნამცხვარი და მათთვის ემოციების გამოხატვა არაფერს არ ნიშნავს. გაგახსენებთ კადრს, სადაც ბრის ქმარი გარდაეცვლება და ის იწყებს სამზარეულოს ხეხვას. შემდეგ 5 წუთის განმავლობაში ტირის, ხოლო ზუსტად 5 წუთის შემდეგ ის იდეალური სახით, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ის ბრუნდება. მის ქმარს ეს ფასადი სძულს. ბრი არის ქალების ის კატეგორია, რომლებიცაც მნიშვნელოვანია ფასადური სილამაზე, ის თუ რას ხედავს სხვები და მისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რეალურ შეგრძნებებს და რეალურ ურთიერთობებს. Get a job. I have a job. I'm a homemaker. Just sometimes think maybe you would appreciate the value of $1 more if you had to work outside the home. And I think you would appreciate my value more if for once you had to cook your own food and wash your own clothes. I want a new stove, Rex, and if I need to get a job to pay for it, so be it. Honey, my stomach's growling. When's dinner? Oh, we're having leftovers. You can heat them up yourself if you want. Since when do we have leftovers? Since I started writing my own cookbook. Remember how you told me I should start making my own money? I've been going through all my old recipes and I've got this great idea for a real home-style American cookbook. You're not serious. Why wouldn't I be? People are always complimenting me on my cooking. You're great, but come on, every bored housewife who pulls off a decent lasagna thinks she can write a cookbook. What do you really know about writing? I'll learn. Look, this is my fault. I was ribbing you the other day about getting a job. Really want a new stove? I'll get you a stove. Now, can you stop this foolishness and make me something to eat that isn't leftovers? ხშირად ისეთ ქალებს, როგორიც ბრი არის, ყავს შვილები, რომლებსაც უბრალოდ წყურიათ ემოციები დედისგან, რომლებიცაც მნიშვნელოვანია თუნდაც ის, რომ დედამ გამოხატოს ნებისმიერი ემოცია და ამისთვის მზად არიან, რომ ბევრი დანაშაული ჩაიდინონ. ჩვენ გვახსოვს ალბათ ენდრიუს ქმედებები, ბრის ძალიან ბევრი გარღვევა აქვს შვილებთან ურთიერთობაში, თუნდაც იმიტომ, რომ ის არ ეგუება თავისი შვილის ორიენტაციას და მან შვილი სახლიდან გააგდო. მე რიგ შემთხვევებში შვილის სახლიდან გაგდების მომხრეც ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის საქციელები, რაც მას ჰქონდა თავისი შვილების მიმართ, არასამართლიანია, რადგანაც თუ ჩვენ გვაქვს პრობლემა საკუთარ ემოციებთან და ფასადზე ძალიან ვზრუნავთ, აუცილებლად გამოვიწვევთ ჩვენი შვილებისგან ამ ფასადის დანგრევის სურვილს. შესაბამისად, მეტი არაფერი იყო თუ არა, უბრალოდ სურვილი იმის, რომ დედამისის ემოციებამდე მისულიყო ერთიც და მეორეც. და მივედექით შემდეგ პერსონაჟი, ეს არის ლინეტი, ადამიანი, რომელმაც კარიერა შვილების გამო დათმო. დედობის მართალი და არაპოპულარული სახე. ლინეტი და ტომი ყველაზე რეალისტური წყვილია. ლინეტი ამბიციური, ჭკვიანი ქალია და მას ძალიან ბევრი შვილი ყავს. ის ვერ იტანს დედობის ყოველდღიურ რუტინას, მაგრამ თავისი შვილების სიგიჟემდე უყვარს. ტომისა და ლინეტის ურთიერთობას ხშირად უწოდებენ ურთიერთობას, სადაც ქალი გადაქცეულია დედად, ხოლო მისი პარტნიორი მისი ერთ-ერთი შვილია. ტომის კარგი ქმრის იარლიყი აქვს, რეალურად კი ის ლინეტის ჰიპერკონტროლის სურვილს ბოროტად იყენებს და ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად მას გადააბაროს. ლინეტს კი მოაქვს ტომი ტირის. აბა მე რა ვქნა, რითი გადავიტანო? თითქოს თვითონ უფრო დაზარალებული იყოს ამ სიტუაციაში. ტომი თითქოს ყოველთვის საკუთარი თავის ძიებაშია, ხან პიცერია უნდა, ხან როკ ჯგუფი. ლინეტი კი აქედან გამომდინარე, ლინეტი მარტო ათრევს ოჯახის ტვირთს. თითქოს ტომი ერთ-ერთი ბავშვია, რომელსაც ხელი უნდა შეუწყოს ლინეტმა და არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს. ტომი არის ჩამოუყალიბებელი ბავშვი, რომელსაც სერიალის განმავლობაში კიდევ წამოეწევა შუახნის კრიზისიც, რაც ისედაც დამღუპველი არის არამყარი ოჯახებისთვის და ზოგადად ძალიან რთული პერიოდი არის, როდესაც ადამიანი შუახნის ასაკს მიაღწევს და ხვდება, რომ ის მიზნები და ის რაღაც მომავლისთვის გადადგა
დამზადებული ცხოვრება, რომელსაც თითქოს ელოდებოდა უკან დარჩა, ის აღარ არის ისეთი მიმზიდველი თავისი მოწინააღმდეგეს სქესისთვის და ცოტა ჭაღარაც გამოერევა, ამ დროს ადამიანებს ეწყება შუახნის კრიზისი, რაც ტომა ძალიან რთულად გადაიტანა, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო, რადგანაც ის შუახნის ასაკში მივიდა ფაქტიურად მოზარდის აზროვნები და პასუხისმგებლობის გრძნობით. შესაბამისად, მას ჰქონდა სერიალში ძალიან კარგად ჩანს ამ პერიოდის სირთულეები, მას ჰქონდა სურვილი იმის, რომ ეყიდა სპორტული მანქანა, ისეთი როგორიც 20 წლის ბიჭებს მოსწონთ და მას ჰქონდა რომანი ერთ-ერთ ქალთან, ყოველ შემთხვევაში მცდელობა რომანის და შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს ამ პერიოდში თუ რამდენად რთული გადასატანი შეიძლება იყოს განსაკუთრებით ისეთი ადამიანისთვის შუახნის კრიზისი, რომელიც ამ პერიოდში ისე მივიდა, რომ საკუთარი თავის ძიება ჯერ არ დაუსრულებია. მყავს ძალიან ბევრი შვილი, მაგრამ მამად და მამის პასუხისმგებლობას ის ყოველთვის თავს არიდებდა. შესაბამისად, სრულიად ნორმალური იყო ის ფინალი და შემდეგ გაგრძელებაც, რაც ძალიან საყვარელი, ბუნებრივი და ორგანული იყო ჩემთვის. ლინეტი ჩემი აზრით ძალიან კარგი დედაა, იმის მიუხედავად, რომ ის კარიერაზე შეიძლებოდა, რომ ძალიან წარმატებული ყოფილიყო თავის კარიერაში და ერთი შეხედვით თუ კარგად ჩაუფიქრდებით, ის არის კიდევაც კარიერისტი ქალი, უბრალოდ მას ძალიან უყვარს თავისი ოჯახი და შვილები და მას სხვა გზა არ აქვს, რადგანაც ბავშვებს ძალიან ბევრი და ძალიან დიდი ენერგია სჭირდებათ. და ლოგიკურია, რომ როდესაც ხარ მრავალშვილიანი დედა, კარიერაზე ზრუნვა ფიზიკურად შეუძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყავს პარტნიორი, რომელსაც კიდევ იქეთ სჭირდება შენი ყურადღება, აღზრდელობითი ხასიათი გაქვს მის ცხოვრებაში და რაღაცნაირად ეხმარები, რომ ჩამოყალიბდეს ადამიანად, რომელიც უკვე შუახნის ასაკშია. ამიტომ მინდა რომ კიდევ ერთხელ გავაჟღერო ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი, რადგან ძალიან ხშირი არის დინამიკა ოჯახებში, სადაც დედაშვილური რაღაცა დედის როლი აქვს პარტნიორ ქალს მორგებული, ხოლო მისი ქმარი ან შეყვარებული კაცი რაღაცნაირად თითქოს სრულიად პასუხისმგებლობებისგან დაცარიელებულია და როდესაც ადამიანი მოითხოვს და ესე ხდება თქვენს ცხოვრებაში, რომ ყველაფერი უნდა შეახსენო და მასზე რაღაცნაირად პასუხისმგებლობას არაფერზე არ იღებს და თითქოს გრძნობ, რომ ის შენი ერთ-ერთი შვილი არის, ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, არაჯანსაღი ურთიერთობა და თუ კიდევ ერთი შვილი გინდა, შეგიძლია გააჩინო, რადგანაც შენს პარტნიორს, შენს ქმარს ყავს დედა და ეს დედის რაღაცა დედინაცვალი ცოლი არ უნდა იყოს ნამდვილად, მას უნდა ქონდეს თავისი პასუხისმგებლობები და სრულიად უაზრო არის, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან გავრცელებული დინამიკა მით უმეტეს საქართველოში, რომ ქალს აქვს აღებული დედის როლი და ის აღვიძებს თავის მეუღლეს, უმზადებს საჭმელს. ამაში სულს არაფერს არ ვხედავ. მე ძალიან აქტიურად ვარ ჩემი მეუღლის ზრუნვა, რასაც ქვია, პარტნიორული ზრუნვა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი, რაც მთავარია და რაღაცნაირად ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მოვლენა, რომ შენ ახსენებ მას, როგორ სკოლაში წასასვლელი რო არის. არ არის ნორმალური, როდესაც შენს მეუღლეს ყოველთვის ყველაფერი უნდა შეახსენო და ის თითქოს რაღაცნაირად დამოკიდებული არის შენზე და ის დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, რაღაცა თავის წინდებს ვერ გაირეცხავს. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ამ დინამიკაში ცხოვრება სწორი, რადგანაც ის ენერგია, რასაც შენს პარტნიორში დებ, არის დათული სამსახური, არც მას არ ეხმარები იმაში, რომ გაიზარდოს, რადგანაც ის იყენებს შენს ამ კონტროლზე სხვანაირ დამოკიდებულებას იმისთვის, რომ თვითონ არაფერი დიდად არ გააკეთოს და არის ძალიან კომფორტის ზონაში, მასაც არ ეხმარები, პირიქით რაღაცნაირად ბავშვურ პოზიციაში ამყოფებ და არ ეხმარები იმაში, რომ გაიზარდოს და ჩამოყალიბებულ ადამიანად შედგეს და ესეთ წყვილებში ხშირი არის მერე უკვე რაღაცა სექსუალური ლტოვის კარგვაც, იმიტომ რომ ლოგიკურია ალბათ. ზოგადად ქალებში ეს დედის ინსტინქტი ძალიან მკვეთრად არის გამოხატული, განსაკუთრებით თუ ქალი უკვე დედა არის და ეს ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ მკვეთრად დედური ინსტინქტით არის გამორჩეული, მაგრამ ჩვენში ეს კოდი დევს. შესაბამისად, ძალიან ხშირია, როდესაც ქალები ხდებიან თავისი პარტნიორების, თავისი ქმრების დედიკოები. ამიტომ ამას თავს ვანებებთ
და ვაცდით იმ კაცებსაც, რომ იყვნენ დამოუკიდებელი ადამიანები. ვფიქრობ, რომ ესეც ქალების გასაკეთებელია. და გადავედით მესამე პერსონაჟზე, ეს არის გაბი. გაბიზე ვგიჟდები. ეს არის ადამიანი, რომელიც უსაფრთხოებას ეძებს ფინანსებში. სერიალში ძალიან კარგად არის ნაჩვენები მისი წარსული, თუ როგორი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო ის პატარა ასაკში, შესაბამისად მისი არჩევანი და მისი პარტნიორი სრულიად ლოგიკური გაგრძელება იყო თავისი ცხოვრების. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ფული, როგორც უსაფრთხოება, რადგანაც მას არასოდეს ჰქონია დაალხენილი ცხოვრება. გაბიმ ამ სერიალში დიდი ტრანსფორმაცია გვაჩვენა და ეს ნამდვილად ამაღელვებელია მაყურებლისთვის. გაბი და კარლოსი ამ სერიალში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წყვილია, ყველაფრის ამიუხედავად, რადგან სერიალის დასაწყისში გაბი არის ჩვეულებრივი ეგოისტი, მატერიალისტი გოგო, რომელიც გათხოვდა მხოლოდ ფულის გამო, ხოლო კარლოსი ისყავს მხოლოდ აქსესუარად, როგორც ლამაზი აქსესუარი, ცოლი, რომელიც სახლში გელოდება ძალამაზია და მასთან არანაირი ემოციური კავშირი არ გაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გაბი არ არის მხოლოდ მატერიალისტი ქალი, მისთვის ფული არის უსაფრთხოება, მისთვის ძვირადღირებული კაბები არის ჯავშანი, რადგანაც არასოდეს დაბრუნდეს იმ უმწეო ბავშვობაში, საიდანაც ის მოდის. და როგორც ერთხელ აღნიშნა, ის იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, შესაბამისად მან ერთადერთი გამოსავალი თავისი ლამაზი გარეგნობა იპოვა, რაც გამოიყენა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ და დაცულად ეგრძნო. თავიდან ეს კავშირი ფულზე იდგა, მაგრამ როდესაც ყველაფერი დაკარგეს, კარლოსმა მხედველობაც დაკარგა, გაბიმ ორ შვილთან ერთად 6 წელი თვითონ ათრია ეს პასუხისმგებლობა თავისი ზურგით, რაც ერთი შეხედვით მისი ფსიქოტიპის ქალისთვის წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად როდესაც ყველაფერი დაკარგეს, მათ გაიცნეს ერთმანეთი და შეუყვარდათ ისეთები, როგორებიც იყვნენ რეალურად და ეს ძალიან ამაღელვებელი არის მართლა და ამის ყურება ძალიან კაი იყო, რომ რაღაც ადამიანური ურთიერთობები რეალურად შეიძლება იპოვო იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები. ფულით შექმნილ ოჯახში. ხოლო შემდეგ უკვე სერიალის ბოლოს არის ნათქვამი ესეთი ფრაზა, რომელიც განსაკუთრებულად მომეწონა, ისინი გადავიდნენ კალიფორნიაში საცხოვრებლად და ჩხუბობდნენ დიდხანს და ბედნიერად. ჩვეულებრივი ტიპიური ყველა ოჯახის გაგრძელება ალბათ არის ეგ, იმიტომ რომ რეალურად ოჯახებში, სადაც არ არის არანაირი კონფლიქტი და მით უმეტეს ამდენად განსხვავებული ადამიანების და ცხოვრების და გამოცდილების მქონე ადამიანების კავშირში, როგორ შეიძლება რომ არ იყოს კონფლიქტი, თუ იქ რეალური ურთიერთობა, თუ კონფლიქტი საერთოდ არ არსებობს წყულში, ჩემი აზრით გრძნობებიც მოიკოჭლებს. რა თქმა უნდა, არ ვამბობ იმას, რომ კაცს უნდა დაკლან ერთმანეთი, მაგრამ ელემენტარული, როდესაც აი ადამიანების თავისი შეხედულებებით, ცხოვრების სტილით, გამოსწრებით განსხვავდება, ლოგიკურია, რომ რაღაც ცხოვრებისეულ საკითხებზე მათი აზრები იყოფა და ეს სერიალი ზოგადად მაგას გვაჩვენებს, რომ არ არსებობს იდეალური ოჯახი და არც ერთი რაღაცა 4 განსხვავებული ქალის ოჯახებში თავისი პრობლემები და თავისი სხვადასხვა ოჯახური ამბებია, სადაც შეჭრიტვა ყველასთვის ძალიან საინტერესოა. გაბისა რაც შემიძლია კიდევ თქვა, არის ის ტოქსიკური დამოკიდებულება თავისი შვილების მიმართ, უფრო სწორად შვილის მიმართ, რომელიც ჭარბწონიანია, ის ყოველთვის აშეიმინგებდა თავის შვილს და როდესაც თავისმა შვილმა სთხოვა, რომ არ ჩაიცვა ლამაზი კაბა, რადგანაც მის ფონზე არ გამოჩენილიყო უფრო ნაკლებად ლამაზი, ესე ვთქვათ, მან მაინც გააკეთა ეს, რადგანაც გაბიმ ვერ გადააბიჯა თავის შინაგან ბავშვს და ნუ ეხლა თითოეული მათგანი, თითოეული პერსონაჟი რომ დასტრესილი და თავისი პრობლემებით არის და რაღაც მენტალური აშლილობებით, ეს რა თქმა უნდა ფაქტია და მაქსიმალურად არის გამოყვანილი ისეთი ხასიათი, რაც ჩვენს თავში რაღაცებზე დაგვაფიქრებს. შესაბამისად, დედა, რომელიც ჩასიკრული არის გარეგნობაზე და მას თავისი შვილის გარეგნობა არ მოსწონს, რაც მართლა ცალკე ტრაგედია არის, ვფიქრობ, რომ ძალიან სტრესავს ბავშვს და ეს ლაინებიც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება, უბრალოდ ეს ვიდეო არ მაძლევს
იმის საშუალებას, რომ თითოეული პერსონაჟიც არასწორი დამოკიდებულება თავის შვილებთან განვიხილო, მაგრამ თუ ამას ეს საინტერესო იქნება თქვენთვის დამიწერეთ და აუცილებლად განვიხილავ თითოეული პერსონაჟის და მათი ურთიერთობებს თავის შვილებთან, რა შეცდომები დაუშვა თითოეულმა მათგანმა და მე როგორ მოვიქცეოდი, თუ საინტერესო იქნება თქვენთვის ეს ვიდეოც, აუცილებლად დამიწერეთ და ვიმუშავებ ამ საკითხზე, რომ მოგეწოდოთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ თითოეულ პერსონაჟს რა შეცდომები ქონდა თავის შვილებთან დაშვებული. ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ამაზე საუბარიც, რაღაც 1-2 სიტყვით ამ ვიდეოშიც მიმოვიხილო, მაგრამ უფრო ღრმად თუ მოგინებათ ამაზე საუბარი, მე აქ ვარ ყოველთვის მზად ვარ, რომ ვისაუბრო, გავაკეთო ჩემი დასკვნები და ვიჭორაო, იმიტომ რომ ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა თქვენთან ჭორაობა. და ბოლოს მივედით სუზანთან, ეს არის პერსონაჟი, რომელიც უბრალოდ მაღიზიანებს, ტოქსიკური ინფანტილიზმის განსახიერება არის ეს გოგო. ერთადერთი პერსონაჟი ალბათ, რომელთანაც საერთოდ ვერ ვაიგივებ თავს, რადგანაც ინფანტილური ადამიანები ცოტა მღლიან ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სუზანი არის ქალი, რომელიც ვერ არსებობს ქაოსის და დრამების გარეშე. თუ პრობლემა არ არის, ის მას თვითონ ქმნის, რადგან შემდეგ მსხვერპლის როლში აღმოჩნდეს და ან გმირის როლი მოირგოს, ის იყენებს თავის მოუხერხებლობას როგორც იარაღს, პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად. ის არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ არსაიდან ქმნის პრობლემას, შემდეგ აქ თავს ძალიან დაუცველად და საწყლად მოაქვს და პასუხისმგებლობას ირიდებს. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია, რომ მისი შვილი გადაიქცა დედად და ამ ბავშვს წაერთვა ბავშვობა. ის მისი შვილი გახდა მისი დედა. და მოუწია, რომ დედამისის დაუდევრობის გამო ყველანაირი პასუხისმგებლობა, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში აიღო საკუთარ თავზე. ძალიან მარტივი გამოსაცნობი არის დარწმუნებული ვარ, როგორი პარტნიორი შეიძლება რომ მიიზიდოს ქალმა, რომელიც ყოველთვის გადასარჩენია. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელსაც სჭირდება ყოველთვის ვიღაც, ვისაც გადაარჩენს. ხო, ლოგიკური არის, რომ ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში ჩნდებიან, ჩვენ ისინი რაღაცის გამო მივიზიდეთ. რა თქმა უნდა, სიუზანი მიიზიდავდა ისეთ ავადმყოფს, როგორიც არის მაიკლი. სრულიად ლოგიკური არის, სრულიად ლოგიკური გაგრძელება არის მათი ურთიერთობა და მოკეთ ის აბდაუბდა რაღაცები, რაც მათ თავს ხდება, იმიტომ რომ სუზანი თვითონ არის ეგეთი, ანუ მას სჭირდება ის რაღაც გაურკვევლობები ცხოვრებაში, რომ არ შეუძლია მშვიდად და წყარად ცხოვრება, მას არ შეუძლია რომ რაღაცა პრობლემა არ შექმნას თვითონ, არ შეუძლია რაღაც ელემენტარული პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე. არის ალბათ ყველაზე ცუდი პერსონაჟი არის ჩემთვის. 2000 წლებში, ისედაც ამ მსახიობებს ერთმანეთს ყოველთვის ადარებდნენ და ისედაც არ ქონდათ სხვათ ლალგებული ურთიერთობა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სკანდალი არის ფოტოსესიაზე, სადაც კონტრაქტში მტკაცრად ეწერა, რომ არავინ უნდა გამოირჩეოდეს, ყველას ერთნაირი ტონალობის კოსტუმი უნდა ეცვას. მაგრამ ტერი ჰეჩერი, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი იყო, გადაღებაზე ყველაზე ადრე მივიდა და საუკეთესო წითელი კოსტუმი მოიგო. და ინდივიდუალური ფოტოსესია მოაწყო. დანარჩენი მსახიობები რომ მივიდნენ, ატყდა ამბავი. მარსია კროსი ტირილით გავარდა ტრეილერში, ევა ყვიროდა, ტერი ცენტრში არ დადგებაო, საბოლოოდ ფოტო ნაწილ-ნაწილ გადაიღეს, ანუ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე გადაიღეს და შემდეგ ფოტოშოპით ერთმანეთთან უბრალოდ ფოტოს გადაღებაც ვერ მოხერხდა, ყდისთვის უბრალოდ ვერ მოხერხდა ფოტო რომ ერთად გადაიღოთ. ხო წარმოგიდგენთ როგორი ურთიერთობა გქონდათ გადაღების პროცესში რა ხდებოდა? ეგ ცალკე უნდა გადაიღო და ცალკე სერიალად უნდა გამოიყვანათ ჩემი აზრით. ეს კიდევ არაფერი, იდის როლის შემსრულებელმა უჩივლა რეჟისორს, რომელმაც თავში ჩამარტყაო და შემდეგ სერიალიდან არასამართლიანად გამომიშვა და $20 მილიონი მინდაო. სასამართლოს 7 წელი გაგრძელდა და ნიკოლეტმა წააგო, ხოლო 2019 წელს ლინეტის საერთოდ დააპატიმრეს. ქრთამი გადაიხადა, რომ შვილის კოლეჯში მისაღები ტესტი გაეყალბებინათ. მოკლედ, ნამდვილი სასწარკვეთილი დიასახლისები კადრს მიღმა იყვნენ. დღეს ისევ საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სერიალი გაგრძელდეს. სიმართლე გითხრათ, მე ეჭვება, რომ იგივე ვაიბი, ეს 2000-იანი წლების ესთეტიკა ისევ აქტუალური და გადმოსატანად მარტივი იყოს. არ ვიცი, როგორ გავითარდება მოვლენები. ის ნოსტალგია ალბათ, რაც ამ სერიალს აქვს, ფიქრობ, რომ თავის დროში დარჩება. რას ფიქრობთ თქვენ? გამიზიარეთ თქვენი
აზრი აუცილებლად. მე აუცილებლად ყველა კომენტარს წავიკითხავ და გიპასუხებ. ძალიან მიყვარხართ. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ და გაერთეთ ჩემთან ერთად. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში რომელი სერიალის განხილვა გსურთ შემდეგ. გაკოცეთ, გისურვებთ რაც თავარია ბედნიერებას და ჯანმრთელობას. მიყვარხართ.